მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში. გადაცემით კვირის მოვლენა. თქვენ გვისმენთ რადიო FM 105.0-ზე. ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით მისამართზე www.obiektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2388 105. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ით ლათინური ასოებით ობიექტივი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა რა თქმა უნდა ქართული ოცნების მიერ გორში ჩატარებული აქცია გახლავთ. მაგრამ სანამ აქციის შესახებ ვიტყოდე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ დააპატიმრეს ცნობილი უფლებათა დამცველი ორგანიზაცია რატომის ხელმძღვანელი მედია კავშირი ობიექტივის ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილი. მას სრულიად უსაფრთხოდ წარუდგინეს ბრალდება პატრულისადმი არ დამორჩილებაში. ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ დღეს დილით იგი სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს, მაგრამ ყოველასათვის გასაოცრად მაინც დააკისრეს 400 ლარიანი ჯარიმა. რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ მთავრობას ყველზე ადგას მერაბის პროფესიონალები და ის ყველანაირად ცდილობს დააშინოს ჟურნალისტები. მე კი მათ ვეტყვი, ამჯერად მისამართი შეეშალათ. მერაბ ჭიქაშვილის დაშინება არათუ ძნელი, არამედ შეუძლებელია. მე უცხადებ მერაბს სოლიდარობას და სრულ თანადგომას მის კაცურ პოზიციაში. ეხლა კი მოგიყვებით თუ რა მოვლენები უძღოდა მთელი კვირის მანძილზე გორის აქციას. ამრიგად ქართული ოცნების ლიდერები ქეთი დოლიძე და დიმიტრი ლორქიფანიძე გორის რაიონის სოფლებს სტუმრობდნენ. ნაბახტევსა და გომში მათ ამორჩევლის საკუთარი პროგრამა გააცნეს და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. ნაბახტევში შეხვედრისას ნასვამ მამაკაცებმა შეხვედრის შაშლად სადეს. ეს როგორც ყოველთვის ხდება. რაც შეეხება სოფელ შინდიში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა ჯგუფი ცდილობდა ხელი შეეშალა მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ქართულ ოცნების ლიდერებისათვის. კოალიციის წევრის განმარტებით ეს ჯგუფია, რომელიც ხევნისში ქართული ოცნების წევრებს ცემით ემუქრებოდა. ქართული ოცნების ლიდერებმა მაინც მოახერხეს შინდისის მოსახლეობასთან შეხვედრა. მათ ასევე ძმათა საზაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს. გორის რაიონის სოფელ ნიქოლში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრისას გამგებლის სანათესაო და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა დებოში მოუწყვეს. შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გორის რაიონის სოფელ ქვეშში გამართეს და მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნეს. სოფლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ქვეშის გამგებელი გუჯარ ჩეულიშვილი და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც გამოჩნდნენ და შეხვედრის ჩაშალა კვლავ სცადეს. ქართული ოცნების ლიდერმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, მაია ჩადუნელმა, ზაზა მრელაშვილმა და ოლეგ იაძემ კასპის რაიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. ახალქალაქის მოსახლეობა აცხადებს, რომ სხვადასხვა სოფელში შეხვედრებს ერთი და იგივე ახალგაზრდები ესწრებიან, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ. სინამდვილეში კი კასპის გამგეობის თანამშრომლები არიან. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ერგნეთის მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და 2008 წლის ომის დროს გადამწვარი სოფლის მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა. კოალიციის წევრები დეპუტატი კარლო კოპალიანი, პოეტი ჯანსუხ ჩარკვიანი და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურის აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა, რამაც რამდენიმე ახალგაზრდამ შეხვედრის ჩაშლას სცადა და ხმაური ატეხა. როგორც ჩვენ ხედავთ, ესე იგი ყველა მათ შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში თან ახლდა შეხვედრის ჩაშლის მცდელობა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ქეთი დოლიძე, ზაზა გოქსაძის, მერაბ თავაძის სოფელ ზინდისის მოხლეობასთან შეხვედრის ჩაშლა უცნობა მამაკაცმა სცადა. მან შეკრებილებს უწმაწური სიტყვებით მიმართა. იგი მოსახლეობისაგან საპასუხო რეაქციას ელოდა. მოგვიანებით კი შორი ახლოს დადგა და იქიდან ადევნებდა თვალყურს შეხვედრის მიმდინარეობას. კოალიციის წევრებმა ზინდისელები გორის აქციაზე დასასრებად მოიწვიეს. გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობასთან ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრის ჩაშლა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სცადეს უკვე. ადგილობრივების განმარტებით ეს ქალბატონები ადგილობრივი ხელისუფლების სხვა სოფლებიდან ყავთ მოყვანილი. ნაცმოძრაობის აქტივისტების აქტიურობის მიუხედავად შეხვედრა მაინც შედგა და მოსახლეობას საკუთარ პრობლემებზე ღიად ესაუბრა. კოალიცია ქართული ოცნების მოსახლეობასთან შეხვედრა ხაშურის რაიონის სოფელ ბუღაურაში დაძაბული გამოდგა. გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის მშობლიურ სოფელში ჩასულ კოალიციის ლიდერებს ღიად დაუპირისპირდნენ მინისტრის ზურაბ ხაჩიძის და ეკა ხაჩიძე და მამა მევლუდ ხაჩიძე. კარალეთში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების დევნილებთან შეხვედრის გაშუქებისას სასტიკად გაუსწორდნენ აგრესულად განწყობილ მამაკაცები და ქალები. ქვები და ჯოხებით გამოვიდნენ შეხვედრის ასაშლელად და არც ჟურნალისტები დაინდეს. ესე იგი ნაცემია ინფოცხრის ოპერატორი ლექსო ალექსიძე და ჟურნალისტი რეზო ნადირაძე. მიკროფონი დაუმტვრეს შორენა ხაბალაშვილს. აგრესიის ხორბლი გახდა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საბა ციციკაშვილი. ინფოცხრის გადაღებულ მასალებში კარგად ჩანს, როგორც ცდილობდა გოგიტა
გოჩაშვილი კალაძის პროვოცირებას მისი ოჯახის ტრაგედიით. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. მე გავესაუბრე ნამდვილად მოსახლეობა ვინც არის აქაური მოსახლეობას გავესაუბრე სახლებში იყვნენ შემალული მიიპატიჟეს ძალიან თბილი საუბარი ჰქონდა გავისაუბრეთ და ხედავთ რა მდგომარეობაც არა რა სიტუაციაც არის და ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი ხელოვნურად არის შექმნილი პროვოკაციები გააკეთონ პროვოკაცია გაუკეთოს აქაურ მოსულ ჩვენ ქართულ ოცნებამყავს ხელოვნობაში და ხედავთ რა მდგომარეობა ჩვენ კარგად დავინახეთ აი ეს გოგიტა გოჩაშვილი როგორ აჩვენეს იქ შემოხაზული იყო წითლად და როგორ იწევდა კახი კალაძეს თავისი ოჯახური ტრაგედიით. ნუ ახლა ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს, ამაზე საზღარის აქციელი. ყველაფერზე აწერენ მოკლედ ეს ხალხი ხელს. ახლა შემდეგი ინფორმაცია. კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები დილის 7 საათიდან ემზადებოდნენ 15 ივლისის შეხვედრისათვის. ისინი გორის ქუჩებში პლაკატებს აკრავდნენ, მოსახლეობას გაზეთებსა და ფლაიერებს ურიგებდნენ. როგორც კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა ლექსო ვალიაურმა აღნიშნა, შეხვედრა გრანდიოზული იქნებოდა. მე ახლა გავჩვენებთ მზადებას აქციისათვის. გთხოვთ ჩართოთ შემდეგი ვიდეო. ახლა არის დილის 7 საათი და თქვენ როგორც ხედავთ ჩვენ ისევ მუშაობთ ჩვენ არ ვაჩერებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმს ჩვენ ვავრცელებთ ახლა და ვაკრავთ სააგიტაციო მასალას ეს არის ის მასალა რომელთაც ჩვენ ვაპირებთ რომ მომავალი 15 ივლისის შეხვედრა ჩავატაროთ რა თქმა უნდა ისეთ გარემოში და ისეთ კატეგორიის ადამიანებთან რომლებსაც უნდათ შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ მემზადებით ძალიან გრანდიოზული შეხვედრისთვის გუშინდელი ღამე გავატარეთ სასამართლოზე ჩვენი სამი აქტივისტი იქნა დაკავებული იმის გამო რომ ისინი არიან კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები, მაგრამ როგორც ხედავთ, ღამის ტეხვის მიუხედავად და იმის მიუხედავად რომ ჩვენ მუდმივად ასეთი მძიმე დაძაბული პირობების ქვეშ გვიწევს მუშაობა, მაინც ვაგრძელებთ დღე და ღამე მუშაობას იმისათვის რომ საქართველოში იყოს სამართლიანობა, საქართველოში იყოს ერთიანობა, საქართველო იყოს ძლიერი და რა თქმა უნდა ქართული ოცნებები იყოს ასრულებული. ნუ გორელები ემზადებოდნენ ესე იგი მთელი დღეები ამ აქციისათვის და ახლა ჩვენ ნახოთ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებმა ლევან იზორიამ, ეკა ბესელიამ, გია ცაგერიშვილმა და ლევან ყიფიანმა ხაშურის რაიონის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები შეაფასეს და გორის აქციის სამზადისის კომენტარიც გააკეთეს. აი ჩვენ მესამე ვიდეოზე ვნახავთ ამ ყველაფერს. გთხოვთ. ბუნებრივი შიში არის, მაგრამ არის ამავე დროს იმედიანი გაწყობა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით უკან დღეების განმავლობაში ხაშურში მაცხოვრებელს და ვხედავ რომ ძალიან დიდი იმედით ხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მოსვლას და საოცრად დიდი იმედი გაჩნდა, რაც მიეხმარება მოსახლეობას რომ შიში დაძლევს, რომელსაც ხელისუფლება ნერგავს. რაც მთავარია, ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს შიდა ქართლის მოსახლეობიდან და ხაშურიდან ძალიან ბევრი წამოვა, ჩვენ გამოვყვებით იმ ადამიანებს, ვინც ხაშურიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე წამოვა. საოცარი ხალხი ცხოვრობს აქ. საოცარი განწყობა, ძალიან თბილი. 25-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ და ყველა შეხვედრა იყო ძალიან კარგი. ქონდა უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან დამყარებული. უმთავრესი ჩვენი მოვალეობა, ბატონი
ივანიშვილის ქართული ოცნების კოალიციის არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასაქმოთ საზოგადოება, გაუჩინოთ მათ შემოსავალი, გაუჩინოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა, იმედი დაუბრუნოთ ხალხს. აი რაც არ უნდა ხელისუფალმა ცადოს, ნიღბიანმა ანტენები დააყადახოს, აზრი დააყადაღოს და ზოგადად თავისუფლება დააყადაღოს ამ ქვეყანაში. ფაქტია და ხედავთ რომ არავის არ ეშინია აბსოლუტურად ყველას ვისთანაც მივედი და გაზეთი შევთავაზეთ ქართული ოცნების დიდი სიხარულით აიღეს და ეს არის მაგალითი გამბედაობისა, მაგალითი ინფორმაციის თავისუფლად მიღების სურვილისა და მაგალითი ზოგადად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია უნდა განვითარდეს. ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ყველა სოფელში, სადაც კი ჩვენ ვიყავით, შევედით და შევხვდით მოსახლეობა, როგორც ხედავთ, ხალხმრავლობა ყველა რაიონში და ყველა სოფელში ინტერესი არის ძალიან დიდი. ინტერესი არის დიდი, ნდობა არის დიდი, ის ტენდენცია თავისუფლებისკენ სწრაფვა ადამიანების ამას ვერაფერი ვერ დაუდგება და ამის დასტური იქნება და გაგრძელება იქნება ოზურგეთისა, იმერეთის, თბილისის, გორის აქცია და ქართლში ეს არაჩვეულებრივად იციან თვითონ ქართველებმა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გაჭირვების ფონზე ძალიან დიდი იმედიც არსებობს. ჩვენ დაახლოებით 4 საათისთვის მოვახდენთ ქალაქიდან ორგანიზებულად გასვლას. მინდა გითხრათ, რომ მსურველები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მზათა ვართ იმისათვის, რომ ორგანიზებულად მოვახდინოთ. რა რაოდენობაც არ უნდა იყოს მოსახლეობისა, ჩვენ ორგანიზებულად მოვახდენთ ჩასვლას გორში. ესე იგი ეს მზადება შეაფასა ჩვენ აღარ მოვისმინეთ, ხოლო ლიტერებმა დიმიტრი ლორთიპანიძემ და სოზარ სუბარმა გორის მოსახლეობის განწყობა შეაფასეს. უკვე მათი აქცია ესე იგი დამწერთა სიმრავლით გამორჩეული იქნებაო, აღნიშნეს მათ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დიმიტრი ლორთიპანიძის საუბარი, თხოვთ შემდეგი ვიდეო ჩართოთ. მას შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქციები ჩატარდა იმერეთში, გურიაში, ცხეთამთიანეთში, შიდა ქართლი ითვლება საქართველოს გეოგრაფიულ პრობლემად. გარდა ამისა, ეს არის რეგიონი, რომელსაც დაატყდა რუსული აგრესია თავს და აქ მყოფი ადამიანებისთვის შიშის სინდრომის გატეხვა, აქ მყოფი ადამიანებისთვის იმედის ჩასახვა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რომლის წინაშეც დგას როგორც ქართული კოალიციის თითოეული შემადგენელი ელემენტი, ასევე თავად მთელი საქართველო. და ამიტომ აქ მყოფი ადამიანები, რომლებთა უმრავლეს რიცხვს შეადგენენ დევნილები, ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ აგრესიას, რა თქმა უნდა, მათში იმედის ჩასახვა კონკრეტული საპროგრამო სიტყვის მიტანით, კონკრეტული კომპონენტის მიტანით, რომელიც შეეხება მათ სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, ქვეყნის ეკონომიკური კონცეფციის შემუშავებას, ქვეყნის მომავალს, მის მოწყობას არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ საპროგრამო სიტყვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს და გადასცემს ამ ადამიანებს. ერთად დავდგეთ, ერთად მოვისმინოთ ეს სიტყვა და თანაც გავიხაროთ ერთობით. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ საერთო ეროვნული ერთობის და ეროვნული თანხმობის ფორუმზე მოსვლის აუცილებლობას და უმრავლესი ადამიანი გამოთქვავს პირდაპირ მზადყოფნას, რომ ასაა გაცნობიერებული, აღარც კი ჭირდება ზედმეტად უკვე მოტივაციის შექმნა, ისე აპირებენ მოვიდნენ და შეუერთდნენ ამ ერთობას. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, გორის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ ერთობას შემოერთდება. ახსნა არაფერს არ ჭირდებათ. არნაირი დაპირებები არ ჭირდებათ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. რა ეს სრული ურთიერთგაგება გვაქვს, გამარჯობა და წავედით. მეტი არაფერი არ ჭირდება, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ თქვენ უნდა გაიმარჯვოთ. თქვენი იმედი გვაქვს მარტო ჩვენ გვეუბნებით, ჩვენს გვეუბნებით. თქვენი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ თქვენი ხმა სჭირდება გამარჯვებას და სიმტკიცე. დანარჩენი არაფერია, სათქმელი მართლა არაფერია. რამდენ შესაძლებელია, რომ ინციდენტები მოხდეს დღეს? არანაირი ყველაფერი იქნება კანონის პარაგრაფში, რაც კანონი მოიცავს. რაც შეეხება კარალეთში მომხდარ ინციდენტს, იღებთ თუ არა თქვენ როგორც ხელისუფლება ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას? რატომ? კომენტარის გარეშე. გარდა ამისა, გორში ეგრეთ წოდებული კომუნიკის დასახლებაში კოალიცია ქართული ოცნების აქციისათვის მზადება მიმდინარეობდა დილიდან. ქართული ოცნების წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვმა ინფოცხრას განუცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები შიდა ქართლის ყველა რაიონიდან ელიან მხარდამჭერების კოლონებს. გუშინ უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს დიონა გიგაბოკრემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შეხვედრების პოლიციის თანამშრომლები დააკვირდებიან. ეხლა ეს რას ნიშნავს უკვე არ ვიცი. ირაკლი ჩიქოვმა აღნიშნა, რომ ისინი და პოლიციის თანამშრომლები ისინი თანამშრომლებენ პოლიციასთან, რომ აქცია მაქსიმალურად 7 ვითარებაში ჩაიაროს.
ნუ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შემდეგი ვიდეო და გთხოვთ ჩართოთ. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში დილიდანვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც პრაქტიკულად უკვე ნახევარზე მეტი შესრულებულია. ძალიან დიდი კოლონებით აპირებს ჩვენი მომხრეები და მხარდაჭერები გორში ჩამოსვლას, როგორც ქარელიდან, ასევე ხაშურიდან და კასპიდან და ეს ყველაფერი საერთო ჯამში ღონისძიება დაიწყება 7 საათზე. საორგანიზაციო სამუშაოებს რაც შეეხება პრაქტიკულად ზუსტად საათნახევარში 2 საათში ალბათ ეს დასრულებული. სამართალდამცავებთან ჩვენ კავშირი გვაქვს და ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ შეხვედრის, ამ შეკრების მშვიდობიანობა და უპრობლემოდ დასრულება. ესე იგი, რაც შეეხება კოალიციის ქართული ოცნების კასპიის რეგიონულ ოფისთან გორის აქციაზე წასვლა დილიდან ემზადებოდნენ. კოლონა გორის მიმართულებით უკვე დაიძრა, ესე იგი დილიდანვე იყო დაზრული და კასპიიდან მიმავალ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გზაზე დაბრკოლება არ შეხვედრია და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გვაქვს ჩვენ და შეგვიძლია ეგეც გაჩვენოთ. საუბარი რომ კასპიაში აშენებენ მოსახლეობას იყოს ეწოლა იმასთან დაკავშირებით რომ გორის აქციაში არ მიიღოთ მონაწილეობა. თუ მყოფდა მსგავსი შემთხვევა თქვენთან დაკავშირებით და ამის მით თუ დარჩა მოსახლეობა გორის აქციის წავსვენ. ჩემთვის ჩემთან არავინ არ მოსულა და არც არავინ არ მოვა. მე ვარ მართალი ქალი, ძალიან ძლიერი პიროვნება ვარ, რასაც ვიტყვი იმას ვაკეთებ და ჩემი შვილებისა და ჩემი სამშობლოს გულისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ჩვენ ახლა დღეს ვნახეთ, ახლა უკვე მთელი კადრები ვნახეთ, როგორ იყო მთელი მზადება, როგორ მიდიოდა მთელი კვირის განმავლობაში, როგორ ჩადიოდნენ ქართული ოცნების ლიდერები ხალხთან სასაუბროდ, მათ უხსნიდნენ ყველაფერს, აჩვენებდნენ უხსნიდნენ თავიანთ პროგრამას, ისმენდნენ მათ პრობლემებს. ხოლო აი ახლა გვაქვს ჩვენ საშუალება რომ ვნახოთ აი კიდევ ერთხელ როგორ შედიოდნენ გორში ეს პირველი კოლონა როგორ შევიდა გორში ამის ვიდეო მასალაც გაგვაჩნია საინტერესოა მეტად ხო თვითონ ახლა იქ ჩვენ ნახეთ უკვე როგორ შევიდა პირველი კოლონა გორში მიტინგზე და მიტინგის დაწყება და ეს უკვე არა გვაქვს მომზადებული ეს ჯერ კადრები, მაგრამ ალბათ მოგვიანებით უფრო შემდეგ პროგრამებში ნახავთ ამას თქვენს. ახლა რაც შეეხება მიტინგის დაწყებას. მიტინგი გახსნა ჩვენ ობიექტივის ერთ-ერთმა წევრმა ოსი ეროვნების ქალბატონმა ნანა ხურითმა ეს დები არიან ლილი და ნანა ხურითები ორივე მიყავს გადაცემა ჩვენს ობიექტივის ეთერში ძალიან საინტერესო გადაცემა არაჩვეულებრივი გოგონები არიან ჩვენი დიდი ხნის მეგობრები გულანთებული საქართველოს შვილები და ნანა ხურითმა ძალიან საკმაოდ ესეთი ცხელი თბილი სიტყვა წარმოთქვა სასიამოვნო სიტყვა წარმოთქვა რითიც მე მან გადაულოცა მიკროფონი მანანა ოთინაშვილს. ეს მანანა ოთინაშვილი გახლავთ ესე იგი შულტარის დედა, რომელსაც აი ცნობილი ამბავი იყო ეს მისი შვილის მკვლელობა. ძალიან ესეთი ცუდი და არასასიამოვნო ამბავი მოხდა მაშინ. ნუ ამ ქალბატონმა ძალიან ბევრი ისაუბრა ამ თემაზე და
სთხოვას უყოლა გორელებს რომ გვერდში და ქართველებს რომ გვერდში ამოდგომოდნენ ქართულ ოცნებას. მე ხლა მინდა თქვენ შეგახსენოთ ჩვენი ტელეფონი რომლის ნომერია 2388 105 კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2388 105 გარდა ამისა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ასევე Skype-ით ლათინური ასოებით ობიექტივი ძალიან ესე იგი ბევრი ქალბატონი ოთინაშვილის შემდეგ მან ოთინაშვილის შემდეგ გამოვიდა სოსო ვახტანგიშვილი ეს რომელიც წარდგენილია გორის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა ბატონმა ბიზნა ივანიშვილმა სოსო ვახტანგიშვილმა ილაპარაკა გორის პრობლემებზე მთელ ამ ნაციონალური მოძრაობის არეულ დარეულ საქციელებზე და ამის შემდეგ რა თქმა უნდა მან მიკროფონი დაუთმო ასევე შვილკვდარ მამას რომელმაც აღნიშნა რომ თავისი შვილი თავისი ხელი დამარხა ამ უბედურობის დროს ხოლო მის შემდეგ გამოვიდა ბატონი ბიძინა ბატონმა ბიძინამ ძალიან ბევრი ისაუბრა ძალიან ბევრი ისაუბრა და ძალიან საინტერესო ისაუბრა ესე იგი მან თქვა რომ ჩვენ უნდა ესე იგი ქართული ოცნება ითანამშრომლებს არავის არ მოუწევს სამსახურების დატოვება არავის არ მოუწევს ვთქვათ განთავისუფლება სამსახურე პოლიციაც ჩვეულებრივად გვერდში ამოუდგებიან და ნუ საერთოდ სულ ყველაფერს ძალიან ისე გააკეთებენ ხოლო აი აქ მინდა ვნახო აქ არის საინტერესო ინფორმაციები ესე იგი ასევე კარლეთის გორის აქციაზე აი ესეთი ინფორმაციაა შემდეგი გაცრავად ხო ესე იგი კარლეთელები ამბობენ რომ ვერ შეგვაშინებენ ჩვენო ესე იგი ვერავინო ჩვენ მაინც წავალთ აქციაზეო და ეს კარლეთელების იყვნენ ჩასულები საკმაოდ ბევრი ხაშურიდან 2500 ადამიანი იყო წასული მე რამდენადაც ვიცი ჩასული უამრავი ხალხი მიდიოდა ესე იგი როგორც მანიშნებენ სატელეფონო ზარია ეთერში თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ხო ალო გამარჯობა ეს ბატონო მე ეს შეკითხვა მაქვს თქვენთან აი წინათ თქვენზე წინ იყო ილია ჩაჩიბა იმასაც დაუსვე მაგრამ რაღაც ისე ბუნდოვნად ილაპარაკე იმასაც ვერ გავიგე პასუხი მაგისი და თქვენ შეიძლება თქვენ გამცეთ პასუხი არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი საზრით თუ არსებობს აი მე ესე მინდა დავსვო საკითხი აი ძველი ჩვენ ვართ მომსწრე იმ ძველი სისტემის რომელიც ჩვენ მოყვება საბჭოთა კავშირის დროინდელი საარჩევნო სისტემა და ალბათ დამეთანხმებით დღესდღეობით არ შეცვლილა ეს სისტემა არანაირად ხო აი ზედარჩა საარჩევნო უბნები დაყოფა სკოლებში ბაღებში და ესე იქნება და დღეს ეს ფორმა თქვენი საზრით თუ აძლევს ადამიანს საშუალებას იმისი რომ დააკონტროლოს და დღევანდელი საშუალებებით აი იქნება საარჩევნო კომისია ხო რომელიც არის მთავრობის ხელში ხო ახლა ერთი ეს თუ არსებობს მექანიზმი ან და კონტროლი იმისა სულ ყოფილად რომ და ადამიანი დაარწმუნოს იმაში რომ არ მოხდა გაყალბება არ არსებობს დღევანდელ ვერ დამარწმუნებს ვერანაირად თუ გაიმარჯვა თქვათ ოპოზიცია მაინც იტყვიან რომ გაიმარჯვა ხელისუფლება და თუ ხელისუფლება გაიმარჯვა თავისთავად ესეც იქნება ხო და თქვენ ვერანაირად მაშინ ოპოზიცია იტყვის რომ გაყალბდა თუ ის გაიმარჯვებს იტყვის რომ მაგრამ აი ვერ დამარწმუნებს თქვენ იმაში არ არსებობს მექანიზმი ახლა რა შეასახმე უნდა ძირითადად და ჩემი წინადადება ძირითადად უნდა შეიცვალოს შეიძლება მსოფლიოში იქნება ეს ახალი მიღწევა უნდა შეიცვალოს ფორმა არჩევნების მოვიდა ამის დრო ამის ჟამი იმიტომ არსებობს დღევანდელი უამრავი საშუალება ტექნიკური ეს არის კომპიუტერი ეს არის ისე კოსმოსიდან ჩემო ბატონო იმასაც დაინახავენ ნემსაც დაინახავენ კეთილო ხალხო ხო და არსებობს ნებისმიერი რომ ადამიანს დაარწმუნო იმაში რომ არ მოხდა გაყალბება ეს უნდა მოხდეს საჯაროდ უნდა მოხდეს სტადიონებზე ჩემო ბატონო ყველა იმისი დაცვით აი ფარული იმისი დაცვით მაგრამ თვით საარჩევნო ბიულეტენები უნდა იყოს ჩაყრილი საჯაროდ აი დიდი ესეთი მე ვთავაზობ აი დიდი შუშის ესეთი მაგვარი დიდი რა ქვია აი როგორც
ხო აი urna შუშის ხუთი თქვა ხო და რომელიც დაფიქსირდება ნებისმიერი კომპიუტერი ნებისმიერი ტელევიზიის საშუალებებით და ვიზუალურადაც ზემოდან აი ეს კოსმოსი გინდა თუ რაღაცა ვერტფრენი და საიდანაც გინდა ვიზუალურადაც გამოჩნდება იმ ხალხის რაოდენობა ვინც მოვა ოპოზიციის მხარეს ისა დასაჭერად ის მოვა ერთ სტადიონზე და მეორე ის ხალხი ვინც მოვა იმის რა ქვია ხელისუფლების მხარდასაჭერები ხო აი მეორე სტადიონზე ეს გამოჩნდება ძალიან კარგად მთელი ხალხის მთელი მსოფლიოს დასანახად არ არსებობს დღევანდელი ფორმა ისა რა ქვია მოძველ და ვერ დამარწმუნებ თქვენ ვერ იმაში რომ არ გაყავდა თუ გაყავდა თუ არანაირად ეს არჩევნები არ არსებობს არ გახვიდეთ ეთერიდან მე მინდა რაღაც შეგეკითხოთ კი თუ შეიძლება მე არც ვფიქრობ რომ შეგეწინააღმდეგოთ იმაში რომ არჩევნები გაყალბდება ამას მგონი წყალი არ გაუვა იმიტომ რომ ეს ესეთი თავრობა ყავს რომელიც არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს მეტახმებით არა ამაში ნუ არ ვიცი ახლა ეს სადაო ეს საკითხი მაშინ აბა რა თუ არ სადაო არის და არ გააყალბებს მაშინ რაღაცებს საუბრობთ მე ვარ გონიათ რომ გააყალბებენ ხო არ მე ვარ ობიექტური ისა მაყურებელი ამ შემთხვევაში მე ობიექტური მაყურებელი ხარ და ძალიან სწორად ლაპარაკობ უბრალოდ ტექნოლოგიები ნუ თუ იძლევა ამის საშუალებას რომ აი მაშინ რანაირად უნდა მოხდეს აი ეს ერთ ადგილას ერთ მოედანზე ამომრჩეველი ყოსო ესენი იძახიან ამის 4 მილიონიო თუ 5 მილიონიო და როგორ უნდა მოხდეს ამათი ერთ ადგილას შეკრება ჩვენ გვაქვს ორი სტადიონი ხო უზარმაზარი ერთი ისა რა ქვია ლოკომოტივის და მეორე დინამოსი ხო მეორე დინამოსი ჩემო ბატონო როგორც გინდა გაინაწილოს თუ გინდა ოპოზიცია იქით მხარეს იყოს თუ გინდა აქეთ მხარეს იყოს ეს ორი სტადიონი გვაძლევს საშუალებას იმისი რომ ოპოზიციური ძალები შეიკრიბოს ერთ სტადიონზე და მეორე სტადიონზე შეიკრიბოს ისა რა ქვია იმის მთავრობის მხარდამჭერები ხო და ეს უნდა მოხდეს ნებისმიერ ქალაქში მთელი საქართველოს მასშტაბით ესე იგი ყველა ქალაქებში ყველა ადგილებში ესე მასიურად მოხდეს ესე მასიურად რა თქმა უნდა სტადიონზე დინამო სტადიონზე დაახლოებით რამდენი ადამიანი ეტევა და დიდი აი გენახიათ ის ფოკუსნიკი რო დაცურაობს ის დიდი ხუთი რო დგას იმიში შუშის სენატზე დევიდ კოპერფილდი იყო ადრე რო დაცურაობს აი ესეთი უსარმაზარი ხუთი უნდა დაიდგეს ცენტრში იმაში კებეების სასასვლელად და ის უნდა იყოს ჩასაყრელი урна იყოს იმისი ბიულეტენი და რო ჩავარდება ეს დაინახავს დააფიქსირებს მაგას ადამიანის ნახავს და ისა რა ქვია კომპიუტერიც დაინახავს მაგას და ფარული იყოს იმაში რა ქვია კაბინკა რო არის რა ქვია შევიდეს ადამიანი ფარულად მოაწოროს გამოხასოს ის ნომრები კი ბატონო გამოვიდეს და ჩააგდოს ეს ბიულეტენი გინდა წერილ იმაში კონვერტში ჩაადოს გინდა ისე ჩააგდოს ამას არ აქვს მნიშვნელობა სოფლიოში სხვადასხვა მრავალი ტექნოლოგია არსებობს ამ არჩევნებისათვის და რა ვიცი შეიძლება მაგაზეს უნდა დაუფიქრდეთ ალბათ და ალბათ რომ შეიძლება მთავრობა მე უნდა რაღაც ახალი მოვიფიქრო და თქვენ რატომ არ ფიქრობთ რომ აი მიხვიდეთ ამ თქვენი ინოვაციური იდეით ან მთავრობასთან ან ოცნებასთან და შესთავაზოთ ეს თქვენ ან საარჩევნო კომისიაში ყველაზე კარგი რაც იქნება და იქნება მათ შესთავაზოთ რაღაცა შესასრულებლად ამაინდამას რთული არ უნდა იყოს ახლა ამის გაკეთება ხო არ უნდა იყოს ხო და მე მგონი არც ფინანსურად იმდენად იქნება ეს ყველაფერი მაგრამ აი 2007 წელს 7 ნოემბერს რომ მოხდა ისა დარღვევა და მე რო იყო იანვარში ხო იყო არჩევნები ხო აი მაშინ მე მოვედი იმაში რა ქვია საარჩევნო ის რო იყო შტაბი ის ნაციონალების იმაში რა ქვია ფილარმონიაში არის ხო საარჩევნო შტაბი მე არ ვიცი მაშინ ხო იყო ფილარმონიაში აი გეუბნებით ფილარმონია რო არის ჩვენ იმაში ხო და მელიქიშვილზე აი მივედი და დავწერე მოხსენება ეს ყველაფერი და მე ჩავაბარე პირდაპირ იმაში მაგრამ არ გაიზიარეს თქვენი მაგრამ აი ეს დღესდღეობით რო არსებობს ეს სისტემა ეს არის მღრია წყალი ამ ეს მღრია წყალი აწყობს ხელისუფლებას აწყობს ძალიან კარგად აწყობს ოპოზიციას ამაში უკვე წყალი არ გაუვა რა იმიტომ ვისაც არ შევთავაზე მე ყველა მეუბნება შენ არანორმალური ხარ ესე იგი ნორმალური არჩევნები და პატიოსანი არჩევნები არც ოპოზიციას არ აწყობს და არც პოზიციას არა მე გეუბნებით აი ის მაშინ რა იმედი გაქვთ რომ ამას ვინმე ჩაატარებს რა აზრია სისტემა საერთოდ არჩევნებს ორივეს აწყობს
ორივე საწყობს რომ არ იყოს ობიექტური არჩევნები. აი როგორც არის წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა, მე მეგობრებით ფორმა რა. არა, საინტერესო მოსაზრება არის ახლა, მაგრამ მე მაინც ვერ ხვდები ოპოზიციას რატო უნდა აწყობდეს, რომ ვერ მოვიდეს ოპოზიციაში და მთავრობაში, ამიტომ უნდა აწყობდეს. ოპოზიციას რატო აწყობს გასაგებია, მაგრამ აი ოპოზიციას რატო უნდა აწყობდეს? ვერ ხვდები რომ კიდე იქნება სუიმუშებს ამ პროცესში იქნება და აქედან ესე იგი მათ არ უნდათ უბრალოდ რომ მოვიდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობაში. შეიძლება მაგათთვის და ძალიან კარგად აწყობს. საინტერესო მოსაზრება არის. ყველაფერი აქედან ახალი ინოვაციები და რა ვიცი, ძალიან საინტერესო აზრია. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ ასევე ზარი გვაქვს Skype-ით, გთხოვთ ჩართოთ. ალო, Skype-ია, ობიექტივია? კი ბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან მაინტერესებს დღეს გორში აქცია როგორ ჩატარდა, მიდან გირეკავთ საზღვარგარეთიდან. საიდან რეკავთ ალბათონო? თურქეთიდან რეკავთ და 2 დღეა წამოსული ვარ და ძალიან ნერვიულობ როგორ ჩატარდა აქცია გორში. როგორც გვეუბნებიან, აქცია ძალიან კარგად ჩატარდა, იყო ორგანიზებული, არაჩვეულებრივად როგორც ოცნების ყველა აქციები იყო კარგად ორგანიზებული. რაოდენობას როგორც გითხრეს, სავარაუდოდ 22000 იყო ადამიანი, ეს არ არის ცოტა რაოდენობა. არც ერთი ქალაქისთვის და მით უმეტეს გორისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა არის. ფაქტურად მატულობს ყოველ წუთას. რა ვიცი, კიდე რა გაინტერესებთ ალბათონო, რა მოგახსენებთ? ძალიან კარგი, ძალიან გამიხარდა და ისე ითქვას, რომ შეიძლება ძალიან კარგად დამეცინოს ძალიან და დიდი მადლობა. კი ბატონო, ალბათონო. ასევე ზარია ეთერში თუ შეიძლება. გამომშვიდობის. მოგესალმებით ბატონო. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მადლობთ. წარმოიდგინეთ მინისტრი, რომელიც ზის სავარძელში და იცის, მან დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ უნდა წავიდეს კარცერში, ციხეში, ის რამეს დათმობს. ყველაფერი ეს ბლეფია, აბსოლუტურად არ არსებობს, რომ მაგათმა ეს არჩევნები ჩაატაროს სწორად. გამორიცხულია, დაუშვებს, რომ ის წავიდეს ციხეში. როგორ გონია თქვენ? არ ვიცი, არ გახვიდეთ ეთერიდან და მე მინდა შეგეკითხოთ. სისხლს დაღვიძა არ დათმობს. რა თქმა უნდა, ეხლა ძნელია დათმობა თანამდებობის ალბათ ვიღაცეებისთვის, მაგრამ ბოლო-ბოლო ხო არ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ და იგივე თანამდებობაზე იყოს. შვიდრა ფიქსავა, მაგრამ იმად იცით, რომ სახში ვერ წავა, უნდა წავიდეს ციხეში. ხო, ამ შემთხვევაში ცოტა ძნელია, მართალია. წავა ციხეში, არ წავა. ეცდება რომ არ წავიდეს, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა ვაიძულოთ. როგორ აიძულებთ თქვენ? უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივიღოთ მონაწილეობა, გამოვხატოთ ჩვენი კეთილი ნება და აი როგორც ახლა ხდება ეს აქციები, უნდა ამ აქციებმა უფრო იმატოს და იმატოს. ახლა დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ არის, უფრო უნდა ინტენსიური გახდეს ჩემი აზრით, უფრო მრავალრიცხოვანი უნდა გახდეს, უნდა მოიცვას საქართველოს არაძირითადი ქალაქები, ალბათ უნდა გადაინაცვლოს რაიონულ ცენტრებში, უფრო სოფლებშიც უნდა ნელ-ნელა და ასე შემდეგ. მე ასე ვფიქრობ. თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ისა რომ ყველა ურნასთან, სადაც ესე იგი უნდა დადგეს ვიდეო, უნდა აღირიცხოს აბსოლუტურად ყველა ვინც მივა სასაგდებად. ეს ერთ-ერთი გამოსავალია. შემოსასვლელში და იმ ყუთთანაც ყველა პიროვნება დაფიქსირდეს. შეიძლება ეს რომ მოხდეს? არ ვიცი, ახლა ტექნიკურად რამდენად არის ამის საშუალება, მე არ ვიცი და რა ვიცი, ალბათ უნდა შეთავაზოთ თქვენ საარჩევნო კომისიას ეს ყველაფერი და ალბათ უნდა მოხდეს ამისი რაღაცნაირად ორგანიზება. წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე რო გითხრათ, ეს ტექნიკურად როგორ უნდა მოხერხდეს. ჩემთვის საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. ალბათ არის ამის საშუალებები, მაგრამ ნება უნდა იყოს პირველ რიგში კეთილი ნება იმისი, რომ არჩევნები ჩატარდეს პატიოსნად. თქვენ არ ჩატარდება არჩევნები. არანაირად, რა. დაუშვებს ეს თავრობ არჩევნებს. არავითარ შემთხვევაში. როგორ უნდა მოიქცეთ, აბა, აი როგორ უნდა მოიქცეს ოცნება, როგორ უნდა მოიქცენ ოპოზიციონერები, თქვენ რა სიტყვით? მე ვფიქრობ, რომ ყველა საარჩევნო ოლქია თუ უბანია შესასვლელში უნდა დაიდგოს ვიდეო კამერა. უნდა დაიდგეს ვიდეო კამერა იქ პირდაპირ ურნასთან ვინ მოვა, იდენტიფიცირება უნდა გახდეს ყველა პიროვნების იმის მივა. ალბათ, ამას სხვა ვარიანტი არ არსებობს, ჩემის აზრით. კი ბატონო, გეთანხმები და თქვა და ყველაფერი ჩატარდა არჩევნები, ეს კამერები იყო, მეორე დღეს მაინც დაიდო ისეთი ანგარიში, რომ ვერ გაიმარჯვა ოპოზიციამ, ისევ პოზიციამ მთავრობამ გაიმარჯვა, ისევ დიდი ანგარიშით და აი შემდეგ რა უნდა ვქნათ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? გაუვარჯოს მაგას.
ჩვენ მე არ გულისხმობ ოპოზიციონერებს, ჩვენ გულისხმობ აი უბრალოდ ჩვეულებრივ ხალხს. რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? იქნებ რაიმე მოსაზრება გაგაჩნიათ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ გაყალბდეს. ნუ აი გაყალბდა. ჩვენ ჩავთვალეთ რომ გაყალბდა. ნახეთ რომ ბევრი მივედით, ვიყავით უმეტესობა ხალხი რომელსაც ეფთავრობა არ გვინდოდა არჩევა თქვათ სხვა ძალების, მაგრამ ნუ ფაქტით დაგვიყენეს მეორე დღეს რომ ხელ და უნდა დავიხიოთ უკვე რა ვქნათ აბა. ესე იგი უკან უნდა დავიხიოთ თქვენი მოსაზრება ესეთია. ყველა მიმსვლელი შესასვლელშიც და იმ ურნასანაც ვინც მოვიდა თუ შეიძლება ეს გაკეთდეს, რა მოხდა არ შეიძლება ვიდეო ის დადგეს ყველა აბსოლუტურად ყველა ადგილზე არ შეიძლება. ნუ ალბათ შესაძლებელი ტექნიკური თვალსაზრისით ალბათ არის როგორ არ შეიძლება. ნუ ათასნაირი ტექნოლოგიები არსებობს ამ არჩევნების და ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი. გისმენთ? ორბიტაზე, ზის სავარზელში და იცის რომ არჩევდეს თუ წადებს თავაციხეში, ის არ დათმობს ამას. გამორიცხულია. მადლობ. საინტერესო იყო თქვენი მოსაზრება ბატონო ჩემო. მოგახსენე ხო Skype-ი არიან კიდევ ჩართვაში გთხოვთ შემოიყვანოთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? ალო? პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო? პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? ილაპარაკეთ ხალბატონო, გვესმის თქვენი? ალო? გვესმის. გაიტიშა Skype-ი მე მგონი. ხო, არა უშავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს სატელეფონო ნომერს, ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2-388-105, გაგიმეორებთ 2-388-105, ასევე Skype-ი გვაქვს, თქვენ შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ Skype-ში ლათინური ასოებით ობიექტივინეთ და შემოხვიდეთ პირდაპირ ეთერში და გვესაუბროთ თქვენი მოსაზრებები გითხრათ და ასე შემდეგ. კვლავ ზარი არის თუ შეიძლება? არა, მანიშნებია რომ არ არის ზარი. ეხლა რაც შეეხება აქციაზე რა ხდებოდა, როგორც მე მითხრეს. 22000 ადამიანი ეს აი როგორ ჩვენ გვახსოვს რომ თბილისში იყო 100000, 200000-აც ამბობდნენ სხვადასხვა ხმებით, მაგრამ 100000 ეს არის დარწმუნებით ვიცით რომ ნამდვილად იყო. გარდა ამისა, თქვათ შემდეგში იყო უკვე 15000 მაშინ რა ქვია, მცხეთაში სადღაც 50000-მდე ქუთაისში. აი ეს ხალხი საინტერესო რა არის რომ ეს ხალხი არის სულ მატულობს და მატულობს. და ეს ხო ერთდაიგივე ხალხი არ არის. იგი ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს ქართულ ოცნებას. პირდაპირ ზარია პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით, გისმენთ? აი, იცით რა მაინტერესებს? აი, ყველა თავმოყარი ადამიანი. აი, ისეთ იმას დაინახო, ეს ისგები სრულიად საქართველოს. ოღონდ მართლა და ბევრი ხალხი რომელიც მუშაობს სამთავრობო იმაში, აი ვიცი, აი ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრები იძახიან რომ არა, მას მისცემენ ივანს. აი თავმოყარი ადამიანი, მაგას უქონდეს ან ვაჟკაცობა, ან ადამიანობა უნდა გადადგეს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ ვერ აღიქვავს სერიოზულად რა უბედურებას ის მისთავს. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ხალბატონო თქვენი მოსაზრება. მართლაც რომ ბოლო-ბოლო სადამდე უნდა მივიდეს ეს ზიზღი, ადამიანების ზიზღი, რომ აი იგზნო ბოლო-ბოლო და წახვიდე და თავი დაანებო ამ ქვეყნის დანგრევას. არ ვიცი, რაღაცა ხო ისეთი უნდა მოხდეს ბოლო-ბოლო, რომ აი რაღაცნაირად ადამიანმა რაღაცა მომენტში ხო უნდა განსაზღვრო შენი არ ვიცი, აი დანიშნულება ბოლო-ბოლო ხო რაღაცა უნდა კონდეს ცხოვრებაში, მიზანი, რომ და ისტორიაში მაინც შეხვიდე ცოტა კეთილად, ცოტა უკეთესად. კლავზარია ეთერში, გთხოვთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? სამომშვიდობის ბატონო. სამომშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ, მოსაზრება მაქვს იმ კაცთან. ეთქობა ფეხბურთელი იყო ახალგაზრდობაში და რო ვერ გავიგე ვინ იყო? ეთქობა ფეხბურთელი იყო ახალგაზრდობაში, სტადიონებზე რო საუბრობდა და სტადიონების სიყვარულით ვეღარ გამოდის იგი ოცნებიდან. ჩემი აზრით ეს ხუმრობის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ხო, და ახლა შემდეგ ჩემი აზრით თუ ხალხმა ვერ გაიმარჯვა, ხალხმა, ქართულმა ხალხმა. აი ახლა იორმუღალოში რო გაუყიდეს 7 სოფელს მიწა-წყალი და ირანელები აუცილებლად ირანელებს დაასახლებენ ახლა რა თქმა უნდა. როცა შენი არ არის მიწა-წყალი და ვისიც არის მიწა-წყალი, იმას დაასახლებენ, ხო? და რო რა ტერიტორიას გულისხმობთ თქვენ? ბატონო? რა ტერიტორიაზე ამბობთ? აი იორმუღალო, საგას. იორმუღალო, ეს ხო, გასაგებია.
ხო და ესე დაასახლებენ ირანელებს და ჩვენ სულ გაყიდულები ვართ და ადრესავთ ხი. ჩვენ ვართ გაყიდულები და მithom ეხლა ქართველ ხალხს ეს იზღება. ამათ უნდათ რომ ქართველი ხალხი აქედან აიყაროს და დაასახლოს ირანელები, თურქები, ჩინელები და ასე შემდეგ. ქართველების გარეშე უნდა და ეხლა ამ ხალხის მიკვის რატო აზროვნებენ ესე? რა მოგახსენოთ ბატონო, რანაირი გარე და შიდამტერი არ ყოლია, მაგრამ ასეთი მე მგონი ჯერჯერობით არ პირველად აქვს ესეთი მძიმე და ძლიერი მტერი, როგორც არ ვიცი, ეს მთავრობა არის, როგორც თავისი ქვეყნის და თავისი მოსახლეობის გაწყვეტა უნდა, მე მგონი ესეთი არ ყოფილა შემთხვევა არასოდეს და უნდა გაუმკლავდეთ ყველანაირად. ის ჩემი ხმა? რა თქმა უნდა. ხო, და აი ბატონი სოსო რო ახებს და ადიდებს ამ ამერიკას და ის 21 სოსო? კონსტიტუციას ვის სოსოს ამბობთ? კიდე ის ამერიკას რო იჭერენ კბილებით ეს. ვის სოსოზე საუბრობთ? აი ახალგაზრდა კაცია არ ვიცი ეხლა. გასაგებია. ხო, ხშირად გამოგზანდება ხოლმე და 21 წლის კონსტიტუციაზე რო საუბრობს ხოლმე კიდე ეს წერეთთან და ბატონ ათაძეს რო ზანდებიან. დიახ. აი რას აზროვნებდა? სულ რუსეთს ადანაშაულებდა, აი რუსეთია ეს რუსეთი. ამერიკაზე ხმას არ იღებენ, კრის ხმას არ აძრავენ. ალბათ ჩვენ იმას უნდა შევეჩვიოთ, რომ საქართველოს უნდა იყოს ქართველების და საქართველოს და იმ ხალხის, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ის რუსი იქნება, თქვათ, სომეხი იქნება, ქურთი იქნება, იყოს საქართველოს ცხოვრებელების უნდა იყოს. არ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული რამდენადაც შეიძლება არც ამერიკაზე, არც თურქეთზე, არც რუსეთზე და საერთოდ რამენაირად ჩვენი ქვეყანა იქნება როგორმე ჩვენ ვმართოთ. დიახ ბატონო, ჩვენი ქვეყანა იქნება ჩვენი. ამისთვის ალბათ საჭირო და უფრო უპრიანი იქნებოდა რომ მივიღოთ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობა, დაუჯეროთ ამ კაცს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვია და მივიდეთ ბოლო-ბოლო ნორმალურ არჩევნებამდე. მაინც მე არ მაქვს ახლა იმედი რომ არჩევნებით გადაწყვეტება ეს ყველაფერი. აი სულ ამ მივიღოთ, რომ დარწმუნდეს ხალხი, მაგრამ აი თქვა და მე კიდე თქვენ მინდა შეგეკითხოთ. აი მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ აღმოჩნდა რომ ჩვენ წავაგეთ. რაც საკმაოდ ძნელად დასაჯერებელია. ვიგრძენით რომ ჩვენ გავუყალბეთ არჩევნები. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ქართული ოცნება როგორ მოიქცეთ? ჩვენ ობიექტივით, თქვენ ჩვეულებრივი ხალხი როგორ მოიქცეთ? ტელეპიავტიო და გავიქცეთ აქედან ერთი. ან მეორე, ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი მიწა-წყალი. თავდასხმაზე ალბათ სანგრების ცრა უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ახლაიები, ესე არ მოგვასვენებენ ჩვენ. თუ გავაპროტესტეთ, ესენი პირდაპირ რეზისტენცია რა, პირდაპირ ყველს დაგვიშვენენ. აი პირდაპირ ამას ვიტყვი. უნდა გავაპროტესტოთ ალბათ, ხო? დიახ ბატონო, დიახ. რა მოყვება ამ გაპროტესტებას? აი თქვენი აზრით რა მოყვება ამას? ჩვენი ადამიანობა და ჩვენი ქართველობა. იხმარს ძალას იხმარს ეს მთავრობა ხალხის წინააღმდეგ. ძალას ჩემი აზრით იხმარს, კი, როგორ არა? აუცილებლად გააკეთებენ. ამას სვერპლი მოყვება, მაგრამ აბა რა ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, სხვა რა გზა გვაქვს. ბოლო-ბოლო არ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი აგენტები არ დაინდობენ ქართველებს. ამათ აქვს ქართველებისაგან აქ ჩადებული, რომ ქართველებისაგან უნდა გაიწმინდოს საქართველოს მიწა-წყალი, უნდა გაიწმინდოს. გეთახმებით ბატონო, რამენერად უნდა ჩვენი ხმა მივიტანო, დავაფიქსირო და მერე დავიცვათ, თუ საჭირო გახდა. Skype-ით არის ჩართო თუ შეიძლება? ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით ქალბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. მე ძალიან მაინტერესებს გორში როგორ ჩატარდა დღევანდელი აქცია. დიახ. რამდენადაც მე ვიცი და უყურე ტელევიზიით ამ აქციას, კარგად ჩატარდა, გამოვიდნენ პირველ რიგში აქცია გახსნა მე წეღანავს თქვი ნანა ხურითმა, რომელიც არის თავისი წარმოშობით ოსი ქალბატონი, ჩვენი მეგობარია, ქალბატონი ნანა და ქალბატონი ლილი, ესენი დები არიან, მსახიობები არაჩვეულებრივი, თან ჩვენთანაც მიყავთ გადაცემები ობიექტივში, შემდეგ გამოვიდა დედა, შულკვტარი დედა ქალბატონი, რომელმაც ილაპარაკა საინტერესოდ, მის შემდეგ გამოვიდა, ესე იგი მე გეტყვით ახლა სოსო ვახტანგიშვილი, რომელიც არის დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ბატონი ბიძინასაგან, ამავე გორში, მის შემდეგ ისაუბრა ბატონმა კაცმა, რომელიც არის ასევე შულკვტარი მამა ოღონ, რომელსაც თავის ხელი დამარხა ეს თავისი შვილი ამ არეულობის დროს. ნუ რა ვიცი, მე ბიძინამ ისაუბრა ძალიან ბევრი და საინტერესოდ, რა თქმა უნდა ხალხს გარდა დაპირებებისა ბევრი იმედიც მიცა, ბევრი რა ვიცი, მე მგონი კარგად ისაუბრა, საინტერესო იყო მის საუბარი და ბოლოს დააგვირგვინა აქცია ბერას სიმღერამ, ეს მისი ცნობილი სიმღერა, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელი იყო. 22000 კაცი იყო აქციაზე, როგორც ჩვენ გვეუბნებიან. და ძალიან მაინტერესებს, რომ ეს აქციები, ეს ყველაფერი
იმედი უნდა გქონდეს, რომ საქართველოს შეიცვლება და საქართველოში მოვა ის ლიდერი, ის ადამიანი, რომელიც ქართველ ადამიანებს დაეხმარება და დაგვიდგება გვერდით? იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ესე მოხდება. თქვენ რომ რა ვიცი, როგორი იმედი გაქვთ? მე იმედი მაქვს და მჯერა ბატონ ბიძინა ივანიშვილისა ძალიან მჯერა, ძალიან მინდა რომ მოვიდეს საქართველოს ლიდერად. რაღა დაგიმალოთ და მეც მაგ იმედით ვცოცხლობ, რომ ვიცოდეთ. ჩვენ ახალგაზრდები მაგისათვის ვბრძოლობთ და ჩვენ გვინდა რომ მოვიდეს საქართველოს ამინ. თაობაში და გვინდა რომ დაგვეხმაროს. მართლა დასახმარებელია საქართველოს, ძალიან გვიჭირს. და პირველ რიგში ქალბატონო ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავს. რა თქმა უნდა, მაგრამ უფალმა გისმინოთ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს მაგისი რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენს გვერდით დაგვიდგება, გვიდგას გვერდით, დიდი მადლობა. თქვენ საიდან რეკავთ? მე ვრეკავ თურქეთიდან. ძალიან სასიამოვნო არის. ხო და ყოველთვის ვაქცევ იმას ყურადღებას ინტერნეტით, ტელევიზიით. ბატონმა ბიძინამ აღნიშნა რომ ყველა ვიც კი უცხოეთშია ჩვენი თანამემამულეები, ყველას აუცილებლადო მივცემ საშუალებას რომ დაბრუნდენო, მივცემ საშუალებას რომ აქ იშრომონ, აქ იქონდეთ ის საშუალებები. გვინდა ხო, მაგი გვინდა ძალიან რომ ჩვენ საქართველოში და ჩვენს მიწა-წყალზე ვიყოთ. კი ბატონო. მადლობა დიდი ქალბატონო. ზარია პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება. ალო. გამარჯობათ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ის იმედი მაქვს რომ არ გამითიშავთ. როგორ გეკადრებათ? არ უთიშავთ და მეც ესე იგი იმედი მაქვს, ალბათ არ გამითიშავთ, არა? არავითარ შემთხვევაში. ესე მე აი არჩევნებზე მინდა სულ ამას ლაპარაკობ. ეს ჯერ ჯანდაცვაზე ლაპარაკობ ობიექტივში. ეხლა ეს თემა მაქვს ესა არჩევნების გამჭირვალეობა. ესე იგი თქვენ როგორ მიგაშიათ აი ვისაუბროთ არჩევნები უნდა იყოს თუ არა შერეული წესი და კენჭისყრა არც ესე იგი ადამიანის ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული კენჭი უყაროს ფარულად თუ ისა ესე იგი ღია წესით რა თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია როგორ გონიათ კარგი იქნება ესე არ ვიცი ხო არჩევნები ალბათ ფარული უნდა იყოს მაინც ფარული კენჭისყრა უნდა იყოს არა არ მეთანხმებით ადამიანზე ესე იგი არგუმენტი ასეთია რომ ადამიანებზე ზეგავლენა არ მოახდინონ რა ვიღაცეებმა ხო ესე 4 მილიონი ამორჩეველი თუ და ამიტომ ღია კენჭისყრა იყოს? ა? ამიტომ ღია კენჭისყრა უნდა იყოს? არა, უნდა იყოს ისეთ, ვისაც ახდენენ გავლენას და ვინც ესაც ეშინია, იმას უნდა ქონდეს უფლება რომ ფარულად უყაროს კენჭი და ვისაც არ ეშინია და ესე იგი უნდა რომ ფარულად ღიად უყაროს კენჭი, იმას უნდა ქონდეს უფლება რომ ღიად უყაროს კენჭი და ეხლა პირიქით არის, ეხლა არის უკანონოდ არასწორად. ეხლა აი 1936 წლამდე საფსაკავშირში იყო ღია კენჭისყრით არჩევნები ტარდებოდა ღია კენჭისყრით. იქ არაფერი მაგალითები არ ყოფილა რომ ვიღაცა მოსულიყო და ძალით ეძვლებინა ვინმე რომ აი გინაცვალა მომეცი ხმა. ეხლა მე არგუმენტი მინდა გავახალწლო იმათ ვინც ამბობს რომ ფარული უთობიაო. იმიტომ რომ ზეგავენა დავიცვათ ხალხიო. ესე იგი თუ ეს თავარი არგუმენტი ზოგადი თუ ხალხი იმდენად უსუსურია რომ თავისი ხმის დაცვა არ შეუძლია თვითონ და ვიღაცა გჭირდება რომ აი ეს ხალხის ხმა ესე იგი დაიცვას მაშინ არაფერი არ ეშველება მეორე არგუმენტი აი თქვა კომისიები ავიღოთ თუ კი იმ ხალხს ვინც აშინებს 4 მილიონ ადამიანს არ შეუძლია ის კომისიაში 10 კაცი როზის და არჩევნებში ხმების ითვლის ისინი დააშინონ მაშინ რა გამოდის თუ ესე იგი 4 მილიონს ვიცავთ 10 მილიონს რატო არ ვიცავთ რომ რისგან ვიცავთ მაშინ თუ 4 მილიონს ესე იგი ვერ ვიცავთ 10 კაცი როა საარჩევნო კომისიაში იმას როგორ დავიცავთ? მიხვდით რატომ? რა თქმა უნდა, გასაგებია თქვენი მოსაზრება. და ამიტომ აი რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? ვიცით, მე მაგალითად მინდა რომ ფარული კენჭისყრა კი არა, ღია დავაფიქსიროთ ჩემი და ღია კენჭის უფლება მქონდეს. დღეს მე მეკრძალება ღია კენჭის უფლება არ მაქვს და ეს არ უნდა იყოს. უნდა იყოს ესე იგი ვისაც აქვს სურვილი რომ ღიად უყაროს კენჭი და ეს იქნება ყველაზე კარგი დასვა გაყალბებისაგან. სხვანაირად ეს ფარული ყოველთვის არის ის მაფიური წესი რა და ყოველთვის დამასწრება ქართველი ხალხი და ერთი არგუმენტი კიდე მე ერთხელ ვესწრებოდი შინაგან პოლიციაში მუშაობდი და არჩევნებს ვესწრებოდი. სად მოგზაურობდით? შევარდნაძის დროს. ღამით შევასწარი ესეთ რამეს რომ მთელი კომისია შეკრებილი იყო ოპოზიციას საარჩევნო უბანზე შეკრებილი იყო და ხელით ავსებდნენ ამ ცარიელ ბიულეტენებს და ესე იგი მოლაპარაკებული იყვნენ ოპოზიციას და პოზიციას მოლაპარაკებული იყვნენ და ფულები აიღეს და გააყალბეს ერთიანად. ეხლა ესე იქნება ეს ოპოზიციას და პოზიციას მოლაპარაკებულები არიან და გააყალბებენ ხალხის ხმებს და როგორც უნდა ისე დაიწერენ და ასე რომ
არჩევნებს აზრი არა აქვს, თუ არ იქნება აი ესეთი წესი მე როგორ ხომ. მეთანხმებით? აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ საქმე რა შეიცით, რომ აი როგორ მოვიქცეთ, აი მივედით დღეს არჩევნებზე, ხო? ოქტომბერში იქნება არჩევნები. ჩაიარა არჩევნებმა. თქვენც მინდა რომ შეგეკითხოთ. და აღმოჩნდა რომ ჩვენ მივესით ხმა ერთ ძალას და აღმოჩნდა რომ მეორე ძალა გაიმარჯვა, რომელიც ჩვენი აზრით და სავარაუდოდ გაყალბებულია ესე არჩევნები. როგორ მოვიქცეთ ჩვენი ხმები, როგორ დავიცვათ, აი რა გავაკეთოთ ამისთვის? ეხლა მე გეტყვით ეხლა. დიახ. ორი პასუხია. კი ბატონო. ერთი, ჩვენი ხმები, ესე იგი, ჩვენ არ უნდა დავიცვათ. ჩვენი ხმები ისევენ ისე ოპოზიციონერი, ვისაც ჩვენ ვაძლევთ, ხო? მე აქედან გამომდინარე, ხალხი თავის ხმას არ იცავს რა, არანაირად არ იცავს, იმიტომ რომ არ ითხოვს ის თუ დაცვას მინდა, მაშინ ღია უნდა თუ რა მოითხოვა შენი ხმის ესე იგი ღია კეჭის ხის უფლება უნდა მოითხოვო. მეორე, აი რომ დაუშვათ და ესე ოპოზიციონერები გამოვიდნენ, წინააღმდეგ არ იყვნენ, არ შეეკრან იმას, რა ქვია, მთავრობას არ შეეკრან, გამოვიდნენ, ხო? ერთი ხალხი არ გაყვება ამაგას. მეორე, რომ გაყვეს რა, სააკაშვილი რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, ძალას გამოიყენებს და იმ წუთში დაშლის და მეორედ აღარ მოუნდება არავის ქუჩაში გამოსვლა. აი ეს იქნება. საინტერესოა ახლა თქვენი მოსაზრება, მე რა მაინტერესებს პირველ რიგში რომ აი სა რო იძახით სააკაშვილი დაშლის. სააკაშვილი დაშლის თქვა 1000 კაციან შეკრებას 5000 კაციან, თქვა 10000 კაციან და თუ გამოვიდა იმდენი რაოდენობა ხალხის რაც აი აქციებზე გამოდის, ახლა თბილისში 100000 იყო, ქუთაისში 50, იქ 15000 და მატულობს ხალხი, ხო? ეს ყველა ხალხი თუ ერთად გამოვიდა და მოგროვდა 1 მილიონი ადამიანი, 9 მილიონი იყოს თუნდაც, ამხელა აქციის და წინააღმდეგობის დაშლა შესაძლებელია ამის ძალა შეესწევს მთავრობას? აბა ხალხი თუ ეს ხალხი ხო თავის ხმის დასაცავად, ეს როცა მოდიან ქართული ოცნების აქციებზე ეს ხალხი ეს იმას ნიშნავს რომ ეს ხალხი ამ აქციებს ამ ქართულ ოცნებას უჭერს ხარ სავარაუდოდ, ხო? დიახ. ხო, აი ეს ხალხი რომ მოვა თავის ხმების დასაცავად თუ გაუყალბდა ეს არჩევნები. ხო. ნუ თუ კიდევ მაინც გაბედავს სააკაშვილი ასეთი ამ რაოდენობის ხალხის დარბევას. ახლა გეტყვით ახლა თუ ხალხი ჭკვიანად ჩაივლის გააპროტესტებს როგორც ახლა წესით ხდება გააპროტესტება ხმით ლაპარაკით ემეტერაფერი გააპროტესტებს და ხმას სხვას არაფერს არ გააკეთებს და ძალას არ გამოიყენებს ხმას სააკაშვილიც ძალას არ გამოიყენებს და თუ რაღაცა ისე წავა ექსესები რაღაცა ნუ ექსესებს რა თქმა უნდა ხალხი თვითონ არ დაიწყებს ექსესების მოწყობას ეს მთავრობის პრეროგატივაა ყოველთვის რომ რაიმე ექსესი მოაწყონ რომ რათა ეს ჩაშალონ ეს ყოველთავიანთი ეს მათ სულ არ ჭირდებათ მე თუ მკითხავთ არჩევნები სულ არაფერში ჭირდებათ მთავრობას მე თუ მკითხავთ არჩეულებიც არიან და ჩვენერად აზნობენ თავთავიანთ ადგილებზე თავს თანახმები იქნებიან რომ კიდე გაგრძელდეს ეს არ მეთანხმებით გაითიშა უკაცრავად მე ვერ ვიგზენი კი ბატონო საინტერესო რა არის ახლა 22000 კაცი ახლა ეს რაოდენობა არის ძალიან დიდი მე ხომ ანიშნები რომ კიდე ზარია ვერ ვთქვი რა ვთქვი რა სათქმელი გთხოვთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ მოგესალმებით გენაცვალე რეს ლაპარაკობენ და რა თავის კანონებს იყებენ გამისკნა გული რა უბედურება არის რა რაზე ამბობთ კალბატონო? აი რა არის იმას სტადიონზეო, ამანო მიშა არ წავაო, ეხლა ეს რაღაცა რა არის? მე მომაყოლეთ, აი მე გორიდან ჩამოვედი, ეხლა და უფრო უკეთესად მოვყვებოდ. სიამოვნებით მოგისმენთ, რასაც გვეტყვით. გენაცვალე, ახლა დრო თუ მექნება, აბა რა ვიცი. რამოდენიმე წუთი გვაქვს? 2-3 წუთი გვაქვს. რო უკვე შევდიოდით გორში, არაჩვეულებრივად მოდიოდნენ დროშებით. ისეთი სასიამოვნო რამე იყო, ისეთი ნასიამოვნები ჩამოვედი, რომ გავგიშდი. რო შევედით გორში, სადაც უნდა ჩატარებულიყო ეს მიტინგი, უამრავი ხალხი, რა სითბო, რა სიყვარული, რა ფერება, რა სიხარული, აი გავგიშდი, აი ეხლა ხარ შემოვედი, ხალხი ზღვა, ხალხი ტევა არისო, მაგრამ ეხლა ისე გავნერვდი, უკე აღარც მინდა მოყოლა. თქვენი აზრით რამდენი იყო ადამიანი, მაინც რა რაოდენობა იყო? მე ეხლა არ ვიცი მე რაოდენობა, შეიძლება არ ვიცი ეს რაოდენობა. ჩვენ გვითხრეს თითქოს 22000 იყო და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა. იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოედანი იყო. ეს კომბინატის მოედანი, ხო? დიახ, რაღაცა კომბინატი იყო, იმიტომ რომ დიდი შენობა იყო იქ. მე დროშების ფრიალი ეს, ვინმე აი არ ვიცი როგორ მოუყვე არის, მაგრამ იმდენად ეს რომ ებრძანდები წამყვანი. ბატონო? წამყვანი ვინ ახარ თქვენ რომ ზაზა კვიცარიძე. ბატონა?
ზაზა კვიცარიძე. მე არ ვიცი, აი ძალიან ბევრი ალაპარაკეთ ბატონო ჩემო, რა უკვე ისე გამნერვიულდი რომ აღარც მინდა რომ მოვყვე რა, რომ აი დავამშვიდო ხალხი. აი ისე დემაგოგიობას ჩადიან ეს ხალხი, იქ სტადიონზეო, ის მიშა არ წავავ რა არის, ვინ რა კანონებზე ჩვეულებრივად თმიდით ჩააგდე და როგორ გააყალბებთ რაც ქვია. ამიტომაც ხალბატონო თქვენისთანა ხალხმა უნდა იაქტუროს, უფრო მეტი უნდა დარეკოს, უფრო მეტი ხალხი იყოს. მე 20 წელიწადი უკვე ვაქტიურობდა ჩემ ქვეყნისთვის ვიბრძვი და როგორც იქნა მოვიდა ბატონი გიძინა და ჩემი ხალხი გაიმარჯვეს და ვისაც არ უნდა რომ მიშა წავიდეს და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანა გაფრინდეს იყავით გენაცვალე და დემაგოგიობას ნუ ეწევით გენაცვალე აქეთ ერთად რაღაცა მოგვივიდა აზრად რომ მართლა ვიღაცა მოგვივიდა ხსნელად და გვაფცინედი და ნუ გვაკვკენთ გულ და ნუ გვიფუჭებთ ხასიათს. იქ ჯანდაცვაზე ილაპარაკა, იმდენი ილაპარაკა, სანამ ხო გაქცეს პასუხი ჯანდაცვაზე. ეხლა არჩევნებზე გინდა, ეხლა არჩევნებზე ილაპარაკე ოქტომბრამდე სანამ ის არჩევნები ჩატარდება. ჩვეულებრივად წადი და მიეცი ხმა როგორც საჭირო, არ წავა მიშარასფიერა, საკუთრება ხო არ არის, მაგრამ სულ ხო არ და დაიფეს ამ. გეთახმებით ხალბატონო, ჩვენ როგორც დავდგები და როგორც ჩვენ მოვიქცევთ, ყველაფერი დამოკიდებული ამაზე არის. დიდი ბოდიში უნდა შეგაწყვეტინოთ საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა. ბოდის მოგიხდით. ასე და ამრიგად დღევანდელი კვირის მოვლენა დამთავრდა. ჩვენ როგორც ყოველთვის დრო არ ყოფნის იმის გამო რომ ყველა გადაცემას თავისი ვადა აქვს, ამოიწურა, დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად ბრძანდებოდეთ.